დავიწყოთ გადაცემა. ეს გაცივებული ვარო გუშინ მითხრა და როგორ ზრუნავ თამადაზე თავიცი გაცივი ჩაი. ტერაპევტს მოვიდა. აი ესე ხიარულად დავიწყოთ მოდი ჩვენი გადაცემა. დავიწყოთ. ცოტა ცხელი არ იყოს? არა. კაია? ტემპერატურაც ვიცი რა. დასმულია. მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ ჩვენი დღევანდელი დღის სტუმარია გიორგი ღარიბაშვილი და აი იქ მაინტერესებს მხოლოდ წამყვანი თამადა თუ ორივე ერთად? ორივე ერთად. კიდე? DJ. ეგეც აი ახალი შეიტოვე. როგორ არიცი? DJ-ს ერთად არ ყოფილვართ მე. თუ ჩვენ ადრე მივდივართ ხოლმე. ჩვენ ვასწრებთ ხოლმე. როგორ იყო იცი? რო წავედი მე თურქეთში საერთოდ ანიმაცია რომ მიხსენეს, საერთოდ ვერ გავიაზრე რაზე იყო საუბარი, რა ვიცი, წამოდიოდა ახალგაზრდა ვიყავი 19 წლის წავედი. და იქ რო ვიმუშავე რაღაცა DJ ვინც იყო, მან მაინტერესებდა რა, ეხა რაღაც ეს მუსიკები, ამბები კლუბებში აქ დავდიოდი ხოლმე და DJ-სთან ეხა თანამშრომელი რო ვიყავი, უკან შევდიოდი ხოლმე და რაღაცა მომეწონა და ესე იქ ავითვისე DJ. ანუ შენ ბავშვობიდან უკრავ ეგრე გამოდი. ხო, რომ უკრავდი თურქეთში კლუბებში რაღაცებს და გამოვდიოდი ხოლმე რაღაც ერთ-ერთი კლუბი იყო ერთ ქალაქში, იმაშვებოდნენ რა ქვია. კვირადღე იყო მაშინ, რომ DJ-ები მოდიოდნენ, ვისაც მოყვარული DJ-ები, ვისაც სრული ქონდა, ჩემპიონატები იმართებოდა ხოლმე იქ, live mixing-ი, ხო? ბათლი. DJ-ების ბათლი მაგარი იქნება. აქ რო ჩამოვედი, ანუ ეს წამყვანის ამბავი არ ვიცოდი, ხა თამადობაზე მაშინ არც მქონდა პრეტენზია და გასართობ ცენტრში ვიყავი წამყვანად. თავიდან ჯერ ფორმებზე მერე მუსიკალური გაფორმება. ჩვენ სფეროში თითქმის ყველა ეგრეა რა, ანუ პრაქტიკაც იღებენ ხოლმე. ფოტოგრაფებიც ცოტა შორის ამბური ვიცი, რომ გასართობი ცენტრიდან დაიწყო. დაბადების დღეების ცენტრებიდან დამანდე. ხო და ის იყო რა ქვია. ხან ფორმებზე ვიყავი, ხან ის მერე რაღაც წამყვანობასაც, იმიტომ რომ იქ ანიმაცია იქ გამიმყავდა ხოლმე რაღაც რუსულ, თურქულ, ინგლისურად. აი რაღაცას რო იტყვი რომ მიესალმები, რო გამოდიხარ ხა დამსვენებლები, ხო არც საერთოდ. სხვადასხვა ენის. ხო და ანუ ერთ და იგივე ფრაზები უნდა გეთქვა, ყველა ენაზე გეთარგმნა. მე ხა აქ რო ჩამოვედი, აქ ბავშვთა სფერო ცოტა განსხვავებული იყო და ვერიდებოდი. მე პირველად გავყევი აქ ქორწილში ამ პროფესიასთან დაკავშირებით გიოს გასპარიანს. მუსიკალურ განფორმებლად რამდენიმე ქორწილი გავყევი. იქნება აუცილებლად. მოკითხვა გასპარას აქედან. და ისა აი გიოსთან ერთად ის იყო შევხედე რა სიტუაცია იყო რუსულენოვან ქორწილებში მოგვიწია ყოფნა ძალიან მაგარი გამოცდილებები გვაქვს ერთად და აი სულ მიხარია ეს რაღაც კოლაბორაცია რა ხან ვისაერთად თამადად მივდივარ ხოლმე ხანის და რო ვიცი ხა წამყვანის მოვალეობა რა არის ან იმის აი მაქსიმალურად ვერ გები და აი ვეხმარები რომ ყველას მარტივად გქონდეს მუშაობა. ის ხათაშორის გიოსთან მუშაობა მართლა კომფორტია. აი ჩვენი ამბავშიც რა. მაგაზე იმის არის რომ ეხლა მეუღლე ფოტოგრაფი მყავს. ხო და ნუ ეს ვიცი რა და ზოგადად ეს ჩვევა რომ აი ტაიმინგის კონტროლი. კი. თან ერთხელ მომიწია ქორწილში როგორი სასაცილო ამბავი. აი ჩვენ ზეითად მაგას ვაწვევით ხოლმე რომ ხუმრობები გავუშვით. ხო და ანუ მოხდა ქორწილში როგორი რაღაც. ანუ ქაოსი იყო რაღაც როგორც ხდება ხოლმე ფედედოფალმა ინერვიულად ძირთადად მე მგონი როგორც მახსოვს უფროსების დაგეგმილი იყო ქორწილი მშობლების. ხო და ანუ გათვალეს და მოწვეულ ყველა კადრზე პიროტექნიკაზე ყავდათ შადრევნები, ფოტო-ვიდეო ყავდა, ნუ წამყვანი რაღაც ისინი და ცალკე ქონდათ მაგიდა გათვალისწინებული და რომ მივიდნენ ცეკვა ქონდათ ცოტა თავიდანვე რა რომ მალე მოეცილებინა თუნდოდაც. ამ სტრესში და იმაში სულ დაავიწყდათ რომ ფოტო-ვიდეოსთვის, ანუ ზოგადად ვიღაცისთვის ეთქვა ვინმეს რომ ნუ დაცხედი თქვენთვის მაგიდა. და ამათმა გამოიძახეს, აქ თბილისში იყო ქორწილი. ბიჭემ, ანუ მეც ახლა ჩემს ამბებში ვარ, ხა ვეღარ მივაქციე ყურადღება და გამოიძახეს შაურმა. გავიხედე ვეძებ სად არის რაღაც მოვიდა ხო ეს თემა დურსუნავაც. დურსუნასთან მანდაც მე ვიყავი. ერთად ანუ შეიძლება იმ კონკრეტულ სიტუაციაში არა, მაგრამ რაღაც მსგავსზე ვიყავით. და გამოიძახეს შაურმა ჭამეს რაღაცა და ანუ ვეძებ რომ ხა სად არიან რაღაცა შემოდი რაღაც მომენტები როდესაც გადასაღები მივდივარ რომ ხო ვიცი რაღაცაა გადასაღები ჭამეთო ხა შაურმაო და შემოვალთო
რომ მივედი სიძეს ვეუბნები რომ ბიჭებს შაურმა გამოუძახებიათ მეთქი და ისა მეთქი ანუ მთელი დღე თქვენთან იყვნენ რაღაცა და რაო შაურმაო თან წარმოშობით კახეთიდან იყვნენ ძალიან მაგრად შერცვა ვინმე როგორ არ უთხარითო აი ცალკე მაგიდა იყო გათვლილი რა განა ვიღაცასთან ერთად ამოვარდა თავიდან პროსტა იმ ქაოსში ისე მუღამი რა იქნებოდა იცი სიძე რო გაცულიყო მაგრამ მევასებაო და შაურის ჩამარო დაეწყო დურსნა მე მგონი ბათუმში იყო რაღაც გამოძახებული ბურგერი თუ შაურმა თუ რაღაცა უჭირავთ ხელში და არა მაგ არ გამოგვიძახებია რაღაცა სადღაც სასტუმროში ვიყავით ერთად ანუ არ ვიცოდი რომ ეგენი უნდა ყოფილიყვნენ ეს დარეკეს აქედან ჩავედი გრიგოლეთში ვიყავით ამათმა იაკობი და ეგ იყვნენ რაღაც მთელი სიურპრიზი რაღაცა მთელი ამბები გაუკეთეს ანუ ძალიან დიდი პატივი ხოიცი რა რაღაცა მივედით და ანუ წინა დღეს ხო იყვნენ რაღაცა რევედინგ თემები გადაუღეს და ხო ძალიან მაგარი ამბები მოუწყეს ახლა მე უკვე იქ დარბაზში რომ მოვინენ ეგ მომენტი ვნახე და შურავიჩა არავინ არ უთხრა რო ის იყო და მეც ისე აღმოჩნდა რომ აქორწილში ნაცნობი აღმოჩნდა ვიღაც სტუმარი და მარიკაც იქ იყო რა და მარტო მე შემომთავაზეს ახლა და არც მე მივედი და მეთქი მე უღლე მყავს მეთქი რაღაცა და სოლიდარობის გამო აი ვაფშე არ მივსულ ვართ არავინ არ ვიცი ახლა მოჭრთან მოჭრც როგორ იქნება ან ძალიან შეწუხდა პატარძალი იმიტომ რომ მამამისი დათვრა და ანუ აპარატურა ქონდა შიგნით და გარეთ უნდა გაგვეკეთებინა ტორტის გაჭრა და თაიგული ეს ყველა ხალხი გამოვიყვანეთ ერთი მაგიდა ეს ზროსლები დარჩნენ რა სავალალოდო ცოტა თანამდებობის მქონე ტიპი იყო ეს კაცი ვინც იყო რა ეს ადამიანი რა ვიცი სიტყვა ეთქმოდა და ამის ხო და ნუ ამას ავაწევინეთ მუსიკა რომ გარეთ გამოსულიყო ხმა რომ რაღაცა ის გადაღების დროს ეფექტი რაღაცა ქონოდა მიკროფონიც არ მაქვს რა ყვირი ოღონდ ისე რომ კამერებში საყვირილი არ აქვს ხმა მაღლა ვსაუბრობ რომ აი ისა და აბა დავითვალოთ და აბა ტაში დავუკართ თან ვართ ზღვის პირას თითქმის რა ანუ კიდე ხმაური შემოდის მოაჯერე და ეგრევე იწყება თან ღამესი ჩუმეროა ზღვის ხმა უფრო ისმოდა და აი მიწევდა ძალიან ხმა მაღლა მუსიკა რაღაც მომეჩა ამას ურეკა მეთქი ჩარტე მუსიკა მეთქი რაღაცა აერია თურმე მისულა მამამისი მაგარი მთვრალი იყო ჩაუწიო ჩვენ აქ სვავთო და გვაწუხებსო ხმაო და რაღაცა გაათიშინა სხვა შორის ძალიან ხშირია რომ ავიწყდება თუნდაც მშობელს რომ ქორწილი არის ამათი როგორც თამადას სიტყვაზე რა ანუ ყოფილა შემთხვევა რომ თამადას დავიწყებია რომ არის ქორწილში და თითქოს თვითონ ირგებს რა თავის თავზე და მეორე ხარისხოვანი ხდება იქ სიძე პატარძალი და ძალიან ტეხავს ეგეთი ერთჯერ ყოფილა სიტუაცია რომ უთქვამთ მშობლებს რომ ეს არის აუ ფულს მე ვიხდი რა აი ეგ უნდა მეთქო ხო აი მაგას ამბობენ მაგრამ ძალიან ბევრი მინახავს რომ აი ჩემ შულებს რაც უნდათ მოდი ის გავაკეთოთ და ხო ფულს ვიხდი რა თუ ვინმე რამეს გეტყვით პირდაპირ ანუ მე მითხარი ხა ანუ კონფლიქტში ვერ შეხვდა ყველა ერთმანეთს ნაცავია ნუ იდეაში მაქსიმალურად ისეთი ადგილია რომ კონფლიქტი არ უნდა იყოს ქორწილია ხალხი გასა ყველაში იცი რა მაინტერესებს აი შენი მხრიდან ახლა რახანც ორივე შეგიძლია რომელი უფრო საინტერესოა მაგალითად შენთვის თამადა იყოს და შენ წამყვანი თუ ორივეს რო აკეთებ საინტერესო და სირთულე ანუ რომელში უფრო არის არც ერთში მომენტ რომელი გიჩვენია მომენტ ანუ ნახე როგორ რაღაცა თუ მხოლოდ კონკრეტ ანის ვიქნები ცოტა მეტი თავისუფალი დრო მაქვს მაგრამ რაც არ უნდა თავისუფალი დრო გქონდეს ანუ წამყვანის მოვალეობა ხო არის აი რაღაც სიტუაციის კონტროლი იქ რომ აი თუ დაინახე რაღაც დაძაბულობა განმოხდო ტაიმინგი უნდა აკონტროლო რომ აი თუნდაც მე ესეთი ჩვევა მაქვს რომ აი არასდროს არ გამიშვა აი 5 წუთზე მეტი მე 10 საათზე არ გადამიცილები იმიტომ რომ ძირითადად ფოტო ვიდეო მანდამტია აი მაქსიმალურად წყვილსაც ვეუბნები რომ მოდი ეს გავაკეთოთ მოვასწროთ წამყვანობას თვლით ცოტათი უფრო საინტერესოდ იმიტომ რომ ნუ ქორწილზე თამადობა მაინც ანუ მიყვები და რაღაც პირველი სადღეგრძელოები მე შაბლონად გაკეთე ანუ რაღაც შაბლონურია უფრო ვიდრე წამყვანობას რაღაცებს გადაათამაშებ გადმოათამაშებ ახალ რაღაცა სიტყვით სადღეგრძელოებს რაც შეეხება ბოდიში დავით ან როგორი რაღაცა იცი რაღაც გინდა არ გინდა რადგან თამადა ყავს მაშინ ცოტა სუფრის ტრადიციებსაც ცოტათი პატივი უნდა სცენ რაღაც აი თანმიმდევრობებია რაღაცეები უნდა გაითვალისწინო ხა
ჯერ ვერ იტყვი იმას რა ქვია ბიძაშვილებს და მერე ვერ იტყვი მშობლებს. ანუ ჯერ უნდა პრიორიტეტები დაალაგო. ესე რაღაც როგორ არის ძირითადი სადღეგრძელოები თავიდან უფლისადიდებელი როგორც არის, შემდეგ უკვე მეფე დედოფალი და მეფე დედოფლიდან როგორ ესე როგორც ხეიშლება რა, მას ნელ-ნელა უნდა გადახვიდე რა ეხა. და ის არის რა ქვია, აი ბოდიში რა მაინტერესებს, აი ხშირად შევსწრებო როგორ რაღაც, იცი? როცა თამადა არის ნაცისავის მხრიდან და წამყვანი სხვა, თითქოს ის აქვთ ხოლმე ერთმანეთში. წამყვანს და თამადას. არამე რაღაცა და შენ როგორ გაქვს ხოლმე ეგეთი მომენტი. აი ბევრჯერ არა, ანუ ძალიან მცირე რაოდენობა, იმიტომ რომ თავიდანვე ვეუბნები რომ მეუბნებიან, რომ მე ხო თავაზობ ჩემს სერვისს, ანუ რომ წერენ თქვენი ფასი რა არის. ვეუბნები რომელი მომსახურება გაინტერესებს. თამადა DJ წამყვანი. ხო და ვეუბნები რომ მოდგი თამადა ვინც იქნება, გავაფრთხილოთ, რომ იქნება წამყვანი და რაღაც შუალედებში რაღაც დრო უნდა დაგვითმოს. შენ როგორ ხარ ცხოვრებისეულად? ანუ აი ყველაფრის გარეშე რა თამადობა გიყვარს რომ აი კი. ანუ იმაშვები ლიდერები ხოლმე სუფრაზე რომ თამადა უნდა ვიყო? არა, მასე არც მოუწევს ეგ გამოაჩინოს თვითონ დაინიშნება თავად ავტომატურად. ხალხისგან. ვის არის აი საძმაკაცოში კაცმა აი და უფროსების თაობასთან ერთად რო ვარ ხოლმე ერთხელ ორჯერ რო რაღაცას იმას ვიზავ რაღაც მომენტში სხვა რო იყოს თამადა ვითხოვ ხოლმე და მე რო ვიტყვი რაღაცას მოდი ბარა შენ იყავი შენ გააგზავნე. ხო, ანუ ავტომატურად მაინც შეხდები ხო თამად. ისე სუფრაზე თამადობა კიდე უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ ცოტა უფრო თავისუფალი გაქვს. თამადას რო ქირავენ ძირითადად თხოვენ ხოლმე რომ ცოტა მოკლეთ. ცოტა მოკლეთ. და იქ შენ გემოზე. იქ ცოტა რაღაცა იქ ლამაზად ისტორიას მოყვები რაღაც, აი ეს არ მიყვარს. გაწერილი ერთი და იგივე ლექსებით რო ლაპარაკობენ. მე რაღაც ცოტა სიახლე ტექსტები მინდა ჩავამატო, რომ რაღაც სადღეგრძელო უკვე, ანუ ახალი თაობისთვისაც იყოს ცოტათი საინტერესო და არ იყოს ისე რომ აუ ეს ტვინის ბურღვა და ეს ის. ძალიან მაგარია. აი კიდე რა არ მიყვარს, კიდე რა არ მიყვარს რა არ მიყვარს მე თვითონ აი სუფრაზე როცა ვარ. აი მომისმინეთ სიტყვა რა თამადისგან წამოსული აი სამჯერ რო იტყვის ერთ წინადადებაში ხალხო მომისმინეთ და ყოფილვარ ისეთ სუფრებზე რომ იმდენად საინტერესო ყოფილა თამადის თქმა ხო რა თქმა სადღეგრძელო საერთოდ არ ჭირდება იმას ხალხო მომისმინეთ კი და აი ეგ მიყვარს ხოლმე რა მაგას დავიჭერო რომ ხალხი უკვე აი ყველა მზერა იქით არის მიყრობილი და საინტერესოს ლაპარაკობს მართლა აი ეგ თამადა მართლა რო აი კაია რა. ისე ხოთა შორის ხშირად მქონია მე ნუ არ ვიტყვი წამყვანებს, იმ წამყვანებთან პრობლემა რომ არ გვასრულებინებენ ქორწილს რა. ანუ ეხლა 1-2 რაღაცა და მე იქნება ტორტის გაჭრა რა. და ძალიან ცუდი მომენტია ეგ რა. აი ძალიან ხშირად მქონია თამადასთან მაგის გამო თამადა და წამყვანიც არის რა. შენ დაქირავებულ თამადაზე იწახ ხო ახლა ჩვენ მქონდა ეგეთ შემთხვევა, არ ვიტყვი ხართ სახელს არც რესტორანს, წვილი ისე გამოაცხადა, რომ ჩვენ იქ არ ვიყავით. არ და გვერდზე მედგა, ვიცნობთ ერთმანეთს და ისე შემოიყვანა წვილი, რომ აი უცებ ძლივს რაღაცა მოვასწარით, რომ გადაგვეღო რა. ანუ წვილს რო უთხარ, რომ მეთქი უკვე ტორტის გაჭერის დროა, თორე ვერ ჩაეტევი დროში, მე ფერვერკიც მქონდა გარეთ და რაღაცა და თამადას უთხარიო რა. რო გამოაცხადოს და გაუჭათო წყვილს არ ქონდა პრობლემა და თამადას რომ მივედი აუ არაო რა 1-2 ჯერ სათქმელი მაქვს და მერეო რა და აი ეგ მაინტერესებდა ეხლა როგორც თამადა მაგიტო იმას ვქენი ანუ რას წყვიტავს შენთვის მაგალითად მაგ მომენტში რომ 1-2-ს ვიტყვი და მერე გაუჭრათ აი როგორ არის იცი მე არ მიწყვეტავს იმიტომ რომ მე რო ვიცი რა უნდა გაკეთდეს მაგ ყველაფერს უკვე დისტანცია მაქვს დრო მაქვს დაცული რომ აი ეს ამ დროს იყოს, ამ დროს ეს იყოს. აი ხო გეუბნებით, აი 10-ზე გვიან, აი სადღაც 115 აკლია. მაგ დროს საშუალოდ ვაკეთებ ხოლმე ტორტს და ან ჯერ თაიგულს და მე ეგრევე ტორტს. ანუ ბარემ ხალხი ფეხსია და მაგორს ვაკეთებ თითქმის ერთდროულად. ხო ალბათ ის უფრო ოჯახის მხრიდან თამადებს აქვს. ქონია ისე შეთხოვა, რომ მოვიდნენ და აბა რატო არ საბოლომდე. ხალხისგან. კი, კი, არა, ბევრჯერ ყოფილა რომ ნუ დაუნახოთ ახლა რო არ ვსვავ რა. აუ ისე ხოლმე თუ არა? არა. საერთოდ. ანუ მე ერთადერთი აი თავიდან თავიდან ხოლმე ვიცი. კარგად. ხო არა, იო საჭესთან არ არის. ხო და კარგად. იოს მამა მოდის ხოლმე ახლა რამდენჯერ ყოფილვარ და კი, ისო ეგ. რაღაც პერიოდი აღარ სვავდა ის იყო. თამადა უნდა სუფრა მართოს სწორად. მართოს რომ სადღეგრძელოები. ხაუ. ეხლა ანუ მეფე დედოფალს ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ უნდათ თამადა.
უბრალოდ უფროსების გამო აი უნდა და ეხა მერე უნდა შევჩა. ჩემი აზრით აი როგორი ქორწილიც არ უნდა იყოს თანამედროვე რაღაც ევროპული ალაფურშეთი თუ რაც არ უნდა იყოს აი ერთი ადამიანი რომელიც სადღეგრძელოს იტყვის თავიდან ეგეთი ადამიანი ჩემი აზრით საჭირო არის რა. აი მქონია ფურშეტი და უბრალოდ ის არის ხა მოდით თამადა არ გვეყოლება და არც გვინდა. და როდგანან ახლა ჭიქები უჭირავდა რაღაც და დიან რაღაც ხო უნდა გაჟღერდეს რა. მეფე-დედოფლის სადღეგრძელო მაინც ხო უნდა. კი, აი ზუსტად მაგას ვამბობ. რამდენიმე სადღეგრძელო. ეგ მაინც ხო უნდა თქვა. რამდენიმე სადღეგრძელო თანმიმდევრული ეგ მაინც უნდა იყოს რა. თუ ყოფილა მაგალითად რამე ისეთი, რაც გამორჩეულად გახსოვს შენ რა, აი როგორ წამყვანს. თუნდაც ქორწილში ბანკეთში აი რამე დაგამახსოვდა. თუნდაც სახალისო. ხო. სახალისო. გინდ სახალისო და გინდ პირიქით. მოდი ორივე. ორივე. აი მოდი თუ გამახსენდა ეხლა. სამეგრელოში იყო ქორწილი. სადღაც ანუ 6-ზე წყვილს ჯვრის წერა უნდა ქონოდა 7-ზე დარბაზში უნდა შევსულიყავით. 8-ის ნახევარი იყო სადღაც, რომ ჩამოვიდნენ. მერე თურმე ესეთი ტრადიცია ქონდათ მანდ, რომ იწყება, ხო, ჯერ სახლში მეფე-დედოფალი ავიდა მაღლა სართულზე ტკბილის უფრად, განან ყველა სათითაოდ მიდის ულოცავს. ავინც რესტორანში მიდის, ყველა მე მგონი ჯერ სახლში მიდის და. ხო, მერე სახლიდან სულ ყველა წავედით დარბაზში. და მეფე-დედოფალი დარჩა. მეჯვარეებთან ერთად სახლში. იქ წავიდა ქორწილი, ქეიფი ველოდი, მეთქი ანუ მეფე-დედოფალი არაო. 1 საათი სუფრა წავიდა და ისინი იჯდნენ ეს სახლში და ილოდებოდნენ. ანუ არის ხოლმე ხო, რაღაც 5-6 სადღეგრძელოს მერე 10 საათზე. შენ რო წამოხვედი? არ წამოვიდი, გავჩერდი გამიწა. რაღაცა წამოსულიყავი რეალურად. შემოვიდა, ის რა ქვია. მეფე-დედოფალი გამოვაცხადა რომ წავედი კარგად. ნუ გავჩერდი. 10 საათზე დარბაზში? ხო. ზაგვიანი 9-ზე შევსულიყავ. ხო და ის იყო. არ მე არ 9-ზე არის. ჯიგრულ პონჩი გავჩერდი რაღაც 12-მდე ვიყავი. და რაღაცები მაინც მაქსიმალურად სწრაფად ის რაც გქონდა, ის ყველაფერი მოუსწარი და გავაკეთე. Просто ის იყო რომ ანუ ამდენი ხანი იქ ვიყავი და წყალიც კი არავის შემოუთავაზებია. ავიწყდებოდ ხოლმე. მე ანუ წასვლა რომ დაამთავრე ხო არ ქონდათ რამე? გაჩერდი კიდე ცოტა ხანი იყავი. ერთი ქორწილი გამახსენდა, ეხა აი წყალიც კი არ შემოუთავაზე. ფოტოგრაფი იყო ორსულად. აი დიდი მოცლით იყო უკვე რა, ალბათ მე 6-ე მე-7 თვეში უკვე კარგად რო არის მოცლი გაზრდილი. სამეგრელოში ჩავედით ბათუმიდან. ჯერ ხო არ არის მარტივი რა ამ ხელაგზაზე მთელი დღეს დიემერე ეს ორსული გოგო ამ ხელაგზაზე ჩადი. აი დედასვისა ვარ არავის არ უთქვია, რომ ან წყალი დალიე, ან მაგიდასთან მოდი დაჯე, ან უბრალოდ დაჯექი სადმის კამი რომ მიეწოდებინათ. სცენაზე ვისყიდით ორივე. აი პროსტ წარმოვიდგინე რა. და ყველაზე გადაობა რა არის, იცი? რეკომენდაციით იყო მაგ ქორწილში ეს ფოტოგრაფი. მანამდე ქონდა გადაღებული ამ გოგოს დაქალის ქორწილი. და ამ შინაურული ის იყო რა. ისე იქ იყო. აი არავის არ მოაფიქრდა ძმა. აი მე თავიდან იმაშები ხოლმე მე მწვენოდა იმენა. აი და მე რომ მოვყევ ხო იცი დარჩა მეთქი უთქმელი სუფრა ისე გაშლილი. რომ მივდივარ ხოლმე ახლა თავიდან თამადა ვარ თუ წამყვანი ვარ, ნუ არ აქვს თავიდან ხალხი ცოტა სჭამს, იმდე ისეთი აქტივობა არ აქვს და მეფე-დედოფალთან მივდივარ ხოლმე პირდაპირ და ვეუბნები რომ ეს არის. მოდი ფოტო ვიდეო დავსვათ სად არის მაგათი ადგილი, ან უთხარით ან უთხრათ რომ დაისვენონ, ჯერ ხო არ გვინდა. რამდენად ხშირად არის ხოლმე, რომ უი ადგილი არ უგაქვს გათვალისწინებული. მაგთქმის მერე. ხშირად არ ყოფილა. აქვთ ხოლმე ძირითადად, ხო? სხვათა შორის არა, უბრალოდ ჩემთან შეიძლება არიჩენენ მაგას და ტექნიკურად მაგას ხო ხვდები ხოლმე შენ რაღაც რაღაცებში ხვდები ხოლმე. აი თქვენთან წინა გადაცემებში უყურე, თუნდაც აი ის რო იყო ადგილს რომ მოგცემენ რომ 2 წამი ადგები და მე სხვაზე. ხო, ადგები თუ არა გაგიშლიან ახლდა. ხო, და ის იყო მეც მქონდა ასეთი სიტუაცია, ეგრევე გამახსენდა მაშინაცა. ეს მივედი, მითხრეს ამ ადგილას დაჯექი. მივედი რაღაც ნუ დავჯექი და ნუ ახლა ავდექი თავიდან რაღაც აქტივობა რაღაც გავიხედე და ნუ ვიღაცების ხედან. ანუ მე რომ მითხრეს დაჯექიო, არც დამჯდარო, პროსტა მივედი, პიჯაკი სკამზე მივკიდე და გამოვედი, ჩემი საქმე გავაკეთე, იმიტომ რომ თავიდან ცოტა ის საპასუხისმგებლოა, რომ ანუ უნდა იმოძრავ ხალხს დააკვირდე, რომ აუდიტორია შეისწავლო. ხო.
რომ რაღაცა იქ როგორი ხუმრობა შეიძლება წავიდეს, ანუ ძალიან ფსიქოლოგიური ის ხდება, დასკანერება ხალხის. ხო და გავიხედე და ნუ ზიან და მე ხა ხო არ ეტყვი ხა თან ისე იყო რომ ახლო როგორც კურს მოვყარე ახლონად წავიდი დაჭდნენ. ერთად უნდა ჩაჯდომა და ხო იცის მაგიდებზე მეფე დედოფალი წვალობს დღეები ამ სიას ადგეს ვისად უნდა დაჭდეს და მოდიან ყველა თავის ჭკუაზე ჭკვა. ეგ ძალიან ხშირია. ხო და ნუ მივედი და ეხა გავარ ხოლმე სცენასთან მეც. და კომუნიკაცია მაქვს მეფე დედოფალთან იქ მივალ, აბა ეხა ეს ეხა ის გვექნება, ამდენ ხანში ამას ვაკეთებთ, ამდენ ხანში ამას ვაკეთებთ და მაქსიმალურად კომუნიკაციაში ვარ წყვილთან, რომ თქვენ არსად არ წახვიდეთ, თუ რაღაცა გინდათ, აი ვაფრთხილებ ხოლმე მეფე დედოფალს, რომ ვიღაც ადამიანი ყავდეს, ეხლა მივმართავ მომავალ მეფე დედოფლებს, რომ ადამიანი ყავდეს, აი საჩუქრებს რო აძლევენ, თანხა იქნება ის კონვერტი თუ სამკაული თუ რაღაცა, ანუ თუ ესე ვიღაცას ვერ ანდობენ, მისცენ რომ იმათმა ირბინონ. ანუ რაღაცები ხო უნდა გავაკეთოთ და ვერ ვაკეთებთ მეფე დედოფლის გარეშე. გადიან მანქანაში ეს პარკინგები ზოგს სადა აქვს, მანქანა ვერ გააჩერეს ზოგს სადა აქვს და აი ძებნაში ვართ, ხან მეფეს, ხან დედოფლის და ეხა ორივე თუ არ იყო რაღაც ძირთად რაღაცებს ვერ ვაკეთებთ. მაგაზე ვარ რაწყობი როგორც მე ასევე. ანუ მაგაზე ხო გაქვს შენ ყოველთვის ქორწილამდე კომუნიკაცია რომ მაგ დეტალებს გადიხარ. მე სულ მაქვს. და რამდენად გიჯერებენ ხოლმე? ხშირად მიჯერებენ, ძალიან ხშირად. და სადღე გზელოებს გადიხარ? სადღე გზელებსაც გავდივარ. ხო, იმიტომ რომ რაღაცეები გზელოები არ ქონია რომ აი ეს მინდა რომ დალიო? თქვა. არა. ოღონდ ცოტა ისეთი რა. რო არ გინდა მაგის თქვა. რო არა. არა. არა, უნდა უთხრან ახლა. რა რამის ასაცილო. ერთი იყო რომ ერთ ქორწილში მე ვიყავი წამყვანი და თამადა ყავდათ და რო დაიწყო თამადამ ის რაღაც 1-3-4 სადღე გძელო თქვა და მე ერთ წასულები თქვა. მე ვიღაცა გამოვიდა ის არისო აქეთ მხარეს წასული. მე იქით მხრიდან გადმოხდა ვიღაც იქიდან არის წასული. მე წინაპრები, მე გმირებიო და პატარძალმა ტირილ ქორწილში ვარ თუ გასვენებაში ვერ გავიგე. აუ ეგეც სულას მახსოვს ერთი გამახსენდა ეხლა. მე მაგასაც უთანხმებ რა წასულებს ახლა ყველა მხარეს თავისი რაღაცა აქვს რა. ეგ ოკეია, წინასწარ უნდა ვიცოდე მეც. ვეკითხები რა უბრალოდ. ანუ წასულები ერთად უთქვა ყველა თუ რაღაც ანუ გამოყოფა ზოგს უნდა აი წინაპრები როცა ალკეცო ზოგს უნდა რომ გმირები თქვას ამებს მაინც სარკე გადიხარ ამ ანუ ამ დეტალებს გავდივარ რომ ანუ იმათაც იცოდნენ ახლა შეთანხმებული იყოს ზოგს ახლა სამწუხარო არის ხოლმე რომ ოჯახიდან ვიღაც იმის გამოყოფა გაფრთხილებს ხო იმიტომ რომ რაღაც რო არ თქვა შენ შეიძლება იცოდე რა და გაქვს რომ მერე უნდა თქვა ელ დარბაზზე პირში გეცემა ხოლმე რომ აი ეს უნდა ის არ არის და ეს არ არის და ესეა და ანუ არ გაცდიან. თვითონწყვილისგან არ ქონია, ანუ მეორე სამესამე დღეს რო რაღაცა არ თქვი. არა. აი როგორ არის იცი მე ვარ ესე რომ მინდა რომ იმაზე მეტი გავაკეთო ვიდრე მევალება. აი მაქსიმალურად ვცდილობ რა. აი ჩვენ მქონია მაგალითად რატო არ გადაიღე და შენ არ ქონია რატო არ თქვი. არა. აი ყველაფერს ვასწრებ ხოლმე რა ტაიმინგს მასე ვწერ რომ ყველაფერი გვის არის რა ანუ გაწერით არ ვწერ რა უხსნი რომ დაახლოებით ეს იქნება ეს იქნება ეს იქნება ეს იქნება ამ დრომდე ამ დროში ამას ვასწრებთ დანჩენი ხო ხანდახან ჩამისვავს აი შეიძლება ანუ სიტუაცია რა ხა რომ მეუბნებიან ცოტა ადრე რო იწყებენ ეს შეიძლება მოვასწროთ და მოდი 1-2 სათადარიგოც გქონდეს რომ თუ მოვასწრებთ ეს სათადარიგოც ჩავსვათ მაქსიმალურად ყველაფერს რასაც დავწერთ ხოლმე არ ყოფილა რომ რამე არ მომესწრო. ანუ თან ეგაცაა თან. DJ-ს ამპლუაში როდის გადადიხარ ხოლმე? და ის ზუსტად ეს ტორტი თაიგული მე როჩება ტორტი თაიგული შემოვალ ხა თავიდან რაღაც ფონურს ჩავრთავ და ნუ მე კონტროლერს სანამ შევაერთებ სეტაპს და იმას. ნელ-ნელა მე უკვე აწყობ და რამდენი ხანი ძლდება ეს DJ-ს? აი ძირთადად ლოკაცია პირველ საათამდეა ხოლმე საშუალოდ რა. აი და იქამდე შენ ხარ ხოლმე როცა DJ-ს. ანუ 10-დან რო დაიწყება 3 საათიანი. ზოგით 11-ზე იწყებს. როგორ არის თუ ბენდი ყავთ, ბენდი დაახლოებით ხან 11-მდეა ხოლმე ბოლო სეტი და როცა როგორ არის ხოლმე რაღაც უთანხმდები დროზე აქამდე ვიქნები. აი DJ-ის შემთხვევაში როგორ არის ხოლმე ხალხის მხრიდან გაჭედვა?
არის ვიღაცა მოვა და ეს კლაბერები არიან და ცოტა BPM-ს აუწიე და ცოტა ესე მაგარი, მაგრამ ნუ არ უნდათ ეს ხალხს რა ეხა ერთს რომ მოსწონს მაგას მეუბნებიან ხშირად რომ აი ისეთი არ გვინდა რა რომ თავი აქვს ტკივდეს და იმათ როგორ იშორებ ძია კაცები შალახო ჩამბე და ყოველ მეორე მუსიკაზე რო გეუნებიან შალახო ჩამბე რაღაც მომენტში გათვლილი მე და თავიდანვე ვაკეთებ იმიტომ რომ თავიდანვე იწყებენ რომ აი ანუ ბევრჯერ ყოფილა და ეგ გამოცდილება მოიტანა ეგ ამბავი რომ რაღაც აი ქორწილში ვარ საქართველოში და ქართული მუსიკები არ არის და სუფრიდან წამოძახილებია ხოლმე ძალიან ხშირი. ხო და მეფე დედოფალი მოხდა მოდი ხალხის გულს მოვიგოთ უფროს დავაც გავახაროთ რაღაც აჭარული მოსწონთ ხოლმე იქ რაჭული და რაღაც კიდე რომელიმე ქართულს ახლა რომელი კუთხიდანაც არიან შესაძფერისად ხო მაგრამ ხო თავიდან უნდა მიაყოლო რომ მე ხა რო დადგები შენ არა მე ხო არის DJ-ის დროსაც ხო მე ვიღაცა შეიძლება შემოდალია ხოლმე მაგ დროს არიან ზუსტად რომ ეხარიგებენ რომ ის DJ-ია და პირდაპირ მოდიან მაგას ვერ ხვდებიან რომ DJ ანუ DJ რო ხარ იდეაში ხო კონტროლერზე ხარ შეერთებული პროგრამით უკრავ ისეთ სიმღერას ვერ ჩართავ რაც არ გაქვს ხო და მას რაღაცაზეც მე აი წყვილს ვეუბნები რომ კონკრეტული რაღაცები თუ გინდათ მომწერეთ რომ ეგენი წინასწარ შეიყვანო ხო ანუ იქ ვეღარ ჩავრთავ წინასწარ მიჩვენე გადმოვწერო და ანუ პატივი გცეთ და ჩავრთო იმ სეტის მერე მიქსების მერე რაღაცის რაც გინდათ და მქონდეს ხო ანუ ეგ ჯობია ისე იქ ადგილზე რაღაცების ჩატენოთ სამ სეტი რომ მიყავს და ეხლა ჩატენი ფიზიკურად შანსი. ანუ YouTube-დან ვერ გაუშვო, უნდა გათიშო პროგრამა, გადაიყვანო იქ რაღაც ხმისის, ანუ საწვალებელი და საჩალიშოა, უნდა გააჩერო მაშინ 1-5 წუთი. ხო, ძალიან ტეხ. ისე როგორ მოყვებიან ხოლმე სმის ამბავში. სმის ამბავში, სმას ეს ბოლო პერიოდი მესმის ხოლმე რა, სიძის მამებისგან, რომ 300 ლიტრი ღვინო მქონდა და 100-ც არ დაილია და რაღაცა. ეგ უკვე თამადის ამბავი არა. არა, შენი როგორც უყურებ იქ სიტუაციას, როგორ არის? ხარ ვაკვირდები მაგასთან ბოლომდე არა. დალევის ამბავში სვავენ, ვისაც უნდა კარგად სვავენ. ხა ძირთადად უკვე ზოგს კონიაკი მოაქვს ხოლმე ცალკე, ზოგს არაყი მოაქვს, ღვინო იმდენი არის. ღვინო იმდენი არის, მე მაგის ხმა იქ დღევანდელ დღეს აღარ ისმევა. ანუ აღარ ანუ ბევრი მაინც სვავს უფროს თაობა ახალგაზრდები ცოტა სწრუპავენ ანუ მოსმით და დალევაზე რაც არის ზოგი მაფრთხილებს ხოლმე რომ ცოტა ძლიერი ღვინოა და შენეგარ სხვებისთვის კი ანუ ძალიან დათვრა და მოდი ცოტა ხანი შუალედი დავიჭიროთ ანუ მაგას მეც ვაკონტროლებ რომ აი ხალხი ცოტა შეთვრაზე მეტად და რაღაც და მე ანეიტრალებ რა შემხედე მე რაღაც მომენტია რომ დაახლოებით დაუშვათ 6-ზე დაიწყო ქორწილი, სადღაც 9:30-დან უკვე იწყება როგორი ვარიანტი, იცი? ერთმანეთში მისვლა-მოსვლა, მაგიდებიდან წავიდა, წამოვიდა, ხა ის მხარე იქნა და ჩვენ ესა ვართ და მოდი ჩვენ გაცნობას და მე რაღაცა მე ეს აქედან ესენი გადმოდიან, ერთმანეთში მისვლა-მოსვლა, მაგასაც არ უშლი. ანუ იარო როგორ უნდა დაუშავ. ვისაც დალევა უნდა, სვავს ისედაც. მე უბრალოდ აი ეს რაც და ეს ხალხი უნდა გაჩერდეს და რაც დღეგრძელოც უნდა ითქვას, მაგას ვამბობ, რომ ეს იყოს, რა ქვია. გაჟღერდეს ის, რომ აი ეს ითქვა და ცალკე გამოყოფით მშობლები და დედმამიშვილები და მეჯვარეები და ისინი. ეხლა მაინც კახელი კაცი ხარ. ღვინო დასალევოთ საქეიფოთ. კაცთელი ხო? კაცთელი ძირითადად ხო. თქმა უნდა. აი მე რას ვერ გეცი, კახური ღვინო ყოველთვის არის შედარებით მძიმე. ხო, მე სხვა ღვინოს ვერ საქეიფოთაც და დასალევათაც და რატო ურჩევნიათ მაინც კახური ქორწილში მაგალითად? იქ ხო არ არის დათრობის მე მაგალითად არ მემძიმება. დასავლეთში ბევრი არ არის. აი ჩამოდიან ხა. იქაც აკეთებენ, მასეთ ხო. აქეთკენ ურძენი რომ ბევრია. ანუ აკეთებენ ძირთადად სუფთას. ვიღაცები აკეთებენ. ეგ გასამრავლებლად და დასასუსტებლად. მაგიტოსაა, ეგ ბევრი როა და ხა ძირთადად იცია რომ სუფთაა, მაგიტოსაა. შეძახილებზე რას გვეტყვი? აი რამე რა ჩვენ რო გვეძახიან ფოტოშოპო და რაღაცა დამაფოტოშოპე და გადამღებო და ჩემთან არ არის ხოლმე თამადა ესე რამე არაფერი არა თამადას ახლა მაინც სახელი აქვს ისეთი ნუ ეხა როცა ხო არა რა ხდება ხოლმე იცი როცა დაქირავებულია იმათა სხვა მიდგომა აქვთ მიხვდი ანუ ფულს გიხდიან და მაინც სხვანაირად გიყურებენ. ხო, როცა ნაცავი და კაცია, ცოტა სხვანაირად უყურებენ. არა, მას ეს ხოთა შორის არ მქონია. აი, ძალიან ესე, რატომღაც ესე, ძალიან მხიარულად მე ვიწყებ ესე კონტაქტს და ესე არ ყოფილა რა, რომ
აი მას სტუმრების მხრიდანაც ანუ ძალიან ესე მაინც ისე კი ჭრის თამადობა ხედავ. ხო, ძალიან ისე მოდიან აი თუნდაც თამაშების ამბავზე რომ აბა კიდე რა იქნება, ანუ კიდე უნდათ. აი შაბა ჩვერა დაუჩავეთ ამ ხალხს. მე დაგვსვან. ფოტოგრაფს თქვია რომ ცოტა გახსენიო სახეო რესტორანში. რა ვიღებ ესეთი ვიღებ ხოლმე. და ცოტა გაიგემო თორე ძალიან ისე უყურებ. აბა ცოტა აი თელ დღე იარეს. ხო, აბა თელ დღე 5 კილოიანი რაღაცა გეჭიროს ხელში. მე ერთხელ ეგრე მომვარდა, მე ზოგადად არ მიყვარს აპარატურის, ვიცი ამ ბევრი ვიდეოგრაფი ვიცი რომ აპარატურას მისცემს ხოლმე რაღაც ისე რომ თხოვს რა. მაყურებელს მაყურებელი რა და სტუმარს რა. ანუ იციან ხოლმე ეხლა ერთხელ პატარა ძრომაც გამომართვა. გეხოცებიო მე გადავიღებო რა და ეხლა ვერ უთხარი უარ და მივეცი რა და ევასებოდა რომ დადიოდა რა და ერთხელ ეგ გამომართვა სტუმარმა რა და რო იარა ყველაფერი გადაიღო მოიტანა 15 წუთი არ ეჭირა რა გიმბალით მოიტანა მოცა და ეს მალადიცო რა შენ თუ ამას თელი დღე ატარებო მეთქვა როგორ ეხა ჩემი პროფესია ეგ გაღიარებო რა ასე ვიხალისეთ წეთაში ვიყავთ ერთ-ერთ რესტორანში მეტი ყავდა ერთი მეოთხედი ემილი იყო წამყვანი მე ვიყავი თამა და იაკობი იყო ვიდეოზე გენიოსი რაღაცა ხო და რაღაც მომენტში ხა ესენი ძალიან მაგრად შეკრულები არიან ესენი ჩემზე ხშირად იყვნენ ხოლმე ერთად და ეს ემილი ხომ ხიარულია ძალიან და პრიოდები ემილის მოკითხვა ავიდა იქ იმასთან რა ქვია ლინდასთან და ბიჭებთან ავიდა იქ ვითომ ღერო და მე იქ ვითომ დრამთან დაჯდა და ვითომ უკრავდა მე ხა მას გამოართვა ეს კამერა ასე დათის ასე ატრიალებდა მაგრად ვიხარ ემილისთან ქორწილში ხო სულ გადაობა არის მოვა ემილიც აუცილებლად. აი ეხლა ეგ გამახსენდა ზუსტად ჩვენთან ეხლა ფოტოვიდეოგრაფი მართლა კი ვიცით კორნალარშია უკვე და თქვენთან რა ხდება აი კონკურენცია როგორ არის ერთმანეთთან რა დამოკიდებულება ანუ შეკვეთების ახევა ესე რომ თქვა გააქვთ ხოლმე ან გადანაწილება გიოს და ემილის გამოყოფისეო მეგობრობ და აი გიო გასპარიანი და ემილი ხო აი ძალიან ხშირად გვაქვს ეგ კომუნიკაცია ანუ ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები არ ვართ, კოლეგიალური ურთიერთობა გვაქვს ძალიან. აი რაღაცა რომ უნდა ემილის ძალიან ბევრი და გიოსაც ძალიან ბევრი თუნდაც შემზე გამოუშვია შეკვეთა, იმიტომ რომ ეგენ ჩემამდე იყვნენ და უფრო მეტი იცნობს და მადლობა მათ. ძალიან ანუ რა მაგ საკითხში ძალიან მომეხმარნენ და ურთიერთობაში ძალიან კარგად ვარ მაგათთან. სხვებთანაც ახლა რა ყოფილა, ანუ ვიცნობ სხვა რამდენიმე წამყვანსაც რამდენიმე ისე მოხდა რომ რაღაც სხვადასხვა დარბაზებში ვიყავით და ნუ მივედი გავიცანი კოლეგა რაღაცა მაგრამ რაღაცა უკუ კონტაქტი არ ყოფილა და მაინც მეც არ ჩავეცი და კიდე ჩვენთან არის ის რომ ნუ აქაც ვინც და ჩხაკუნებას და კამერას იყიდის თავი ფოტოგრაფი როგორია ვინც მიკროფონი აიღო და მიკროფონი თავის მიკროფონის კომპლექსი ვინც გადალახა წამყვანია აი ბევრჯერ ყოფილა რომ აი რა უნდა მაგას და მე ნუ რაღაცაზე აი მოდი და ისა და 2 წუთი მიკროფონში რაღაცა უთქვამს და უი არა ვიყავ ჩემ პირველი ქორწილი სადაც ვიყავი როგორც წამყვანი ავიღე 300 ლარი ხო მე მაგას არ უცხო ოღონდ როგორ იცი ნაცნობი იყო და დამირეკეს რა და ამ ჩემ მეგობრის ქორწილში დაბადების დღეზე ვიყავი და ჩვენ სახლი იქირავეს და ვერ გავჩერდი ესე რა და მოდი ვითამაშოთ, მოდი გავერთოთ, მოდი ეს გავაკეთოთ და საღამო აი წავიყვანე რა დაბადების დღე. იქ ვინც იყო ხო იმისი ახლობლის ქორწილი იყო და მოდიო წადიო რა არ ვიცი მეთქი ხან რო წავიდე რაღაცა. მოდი მეთქი სიმბოლურად ესე იყოს მეთქი. იმათაც უთხარი რომ პირველად მივდივარ და რაღაც დავგეგმეთ, გავწერეთ ყველაფერი და რა ვიცი აი ძალიან დაძაბული ვიყავი. და ნუ დარჩნენ კმაყოფილები ხა იმიტომ რომ რაც გავწერეთ ის იყო. მაგრამ თან რაღაც პირველად რო ვიყავი, ანუ გიოს კი გავყევი მანამდე. მაგრამ რაღაცებზე არ მიფიქრია, იმიტომ რომ მე უბრალოდ გიოს ქონდა უკვე პროგრამა შედგენილი, იმ პროგრამას მივყვებოდი. ხო. ხო და უკვე რომ მომიწია მოფიქრება, ცოტა ის ხო, ანუ პასუხისგებლობას უკვე სხვანაირად იღებ რა. ძალიან მოეწონათ. და ეგ იყო რა, ან მაგას ფიდბექიც რო კაი წამოვიდა, შენც მე უფრო მეტად ხო, აზარჩი შეხვედი არა? ხო, თავიდან აი რაღაცა ისე ვიყავი, რომ ჩეული რო ვიყავი ხე გასართობ ცენტრის ამბებზე მაინც რო დაიწყებ, არ უნდა გაჩერდე და რაღაცა.
აი შუალედები ხო უნდა მისცე რომ ხალხმა ერთმანეთთან ისაუბროს ეხა უკვე ვიცი რომ ეგ შუალედ აი მინდოდა რომ ბობოტკი ანუ ისე რომ ვზივარ ეს ცუდი ხო არ არის რაღაც არ ჩათვალო რომ რაღაც სხვანაირად ხო არ უნდა იყო და რაღაც ხო ანუ ხო არ უნდა ვიდგე ფეხზე იქ გამოჭიმული და ეხა თამადას მოусმინოთ ყველა სიტყვაზე და აბა ეხა დაჯექი და აბა ეხა ადექი და ეხა მოწესწევად გადით და რაღაცა ის თავიდან ძალიან ესე ვიყავი და მე უკვე ჩავეძიე და გამოცდილება მოიტანა იმპროვიზაციის უნარი უნდა მოერგო რა ყველა შემთხვევაში შეიძლება ისეთი რაღაცა გითხო ტექსტში არ მეწერს რა უნდა ხო კი no yes მე მქონდა ეგრე ერთი შემთხვევა ჩემი მეგობარი არის ფოტოგრაფია და ამ ფოტოგრაფმა გამოყვები ქორწილშიო რა და ქონდა გადაღებული მაგრამ კაი წყვილი იყო და უნდოდა რა გადაიღოს სარეკლამოთაც რაღაცებს იმასო და გადაღების დროს ოღონდ არასდროს არ მახსოვდა ეგ რა ანუ არ გამიგეთებია აქცენტი მაგაზე რა როგორ რაღაცა მითხრა იცი და მაშინ გავამახვილა ყურადღება რომ ისე ხარო ქორწილშო გეგონება ანუ შენიაო რა ეგეთი რაღაცა მითხრა მეთქი რატო თქო და თუ არც დაძაბული ხარო ერთობიო აი ყველგან მეთქი აბა როგორ უნდა იყო მეთქი და აი სამსახური ხო ის უნდა გქონდესო რა და არც მე არ ვფიქრობ ხო არ უნდა გქონდეს პირიქით მასე უნდა იყო მეც მასე ვთვლი ხო და მე რო უთხრა და მე ვარაო ძალიან დაძაბული ვარო და ძალიან ისეო რა და მეთქი ეს გიშლის ხელს ხალხი რო ცეკავს მეც ვცეკავ ხოლმე შენ რო იხსნები მეფე დედოფალი ჩვენთან იხსნება მე ხო და აი მაგას ვამბობ რა ნახე რა კაია ეგ მომენტი რომ გინ თამადა გინ ფოტო გინ ვიდეო ანუ შენად რო გძნობ იქ სიტუაციაში რომ შენია ანუ თავისუფალია იქ მუშაობის კიდე უფრო ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება კიდე რომ ეს პატარძალი გავხსნათ ხო კამერით როგორია აი აქაც სამი კამერა რო იყურება ხო წინაზე ძნელია რა კამერასთან რო ვიღაცები რო დაყვებიან ხო კი რეპლიკების სროლა და კომპლექსებენ ამ ხალხს კი მაგარი პრობლემა არის ეგ რა არ ვიცი ხა ეგ ხალხი გვიყურებს თუ არა მაგრამ პრობლემა არის შედეგზე მე რა და უკამფონი ყველა ქორწილში ერთი მამიდა და ერთი დეიდა მეთქი მე მაგას ვამბობ ყველა ქორწილში არის რომ მიყვარს ეს ქორწილი სადაც ყველა და მეჯვარეები არიან მთელი დღე ერთად დავდივართ კარგად და რამდენიმე მეგობარი ხა მე იმას არ ვიცახი რომ არავინ არ უნდა ყავდეთ იქ მეგობრები ახლობლები უნდა იყვნენ რომ ეს რაღაც ვაიბი ხასიათი რომ შეიქმნას რა რომ მარტო ისა გადაღებაზე არ იყო ორიენტირებული შეიძლება არა გადაღების იქით ისეთი კადრი წამოიღო რომ სულ სხვანაირი ხო რა ზოგი ფონზე დგება ხოლმე ზოგი აი სურათში ხო მიდიხარ გადასაღებად ანუ მოდი კამერას გამოხედე მაშინ იწყებს ლაპარაკს იქ ვიღაც კომენტარის გაკეთებას ანუ მაშინ იწყებს მე მაგაზე მეტად ვინ მაღეზიანებს ყოველთვის აი ყველა ქორწილში არის უბრალოდ სიტყვის მასალა თუ ეძახე ერთი დეიდა ან ერთი მამიდა უეჭველია მეთქი მაგრამ შეიძლება სულაც არ არიან მამიდა დეიდები მაგრამ გვერდზე გვიდგას ხოლმე და ანუ პრეტენზია აქვს რაზე იცი განა თვითონ უნდა როდესმე გადაღება ან რაღაც ყოველთვის რაღაც შენიშვნა უნდა მოგცეს რა ანუ ხო გიდგას და აი იქ ახლა არ ჯობია მანდ რო დააყენე და всё რა ანუ არც გიტყვის რომ აი მე აქ მირჩევნია აი მე რომ მინდა ახლა ფოტოს გადაღება წავალ აქ დავდგები ხო არა გეტყვის სად უნდა გადაუყო რა ის მომენტი აქ გთხოვე რა აი რაღაცა ის არის რა ოდიში აი ადრე რო იყო ხოლმე ეს ვიდეო და ის სუ ჩართული რო იყო ესე რომ დადიოდნენ აი მართლა ჭამის ამბები უნდა გადაიღო და ანუ არ უნდა გაჩერდე ყველაფერი უნდა გადაიღო ანუ ის არა გააზრებული სურათ ფოტოზეც თუნდაც რომ მიდიხარ და თამადა ერთხელ რო ადგა და ჭიქა ხელში უჭირავს ის აღარ შეიცვლება არაფერი ყანწი დაიჭიროს და იმას გადაუღო აი სურათი მეტი რა უნდა გადაუღო მაგ სურათების გადაღებაზე ეხა ანუ ადრე ეხა კიდე აკეთებენ მაგას ესე მაგიდებთან ჩამოვლა აი რაღაც ის არის. უფროსები მაინც ითხოვენ ხან ითხოვენ ხო, ხან არა მეფე დედოფალიც ითხოვს, აი ხო უნდა ჩამოვიაროთ და ისა და მე ვეუბნები რომ მოდით ჩამოსვლს მაგივრად ის აქტიობა რო ხო იცით თითო რო გამორბიან. ხო. რომ უნდა დადგნენ და სურათები რომ ხო, თან სახალისო კარგიც გამოდის. ძალიან მაგარი არის და ყველას ურჩევ რომ წამყვანი გყავდეთ ქორწილში. ეგ არის თქვენთვისაც ძალიან აი ხო Facebook-ზე რო წერენ ხოლმე მაგაზე რომ აი წამყვანი რა გინდა ვინმე ნათესავი თამადა არ ყავს ან ხიარული. ახელის მოწერას ნათესავი ვერ წაიყვანს, ბიძაშვილის თხოვე. ჩაჯიპიტის დაწერინე ტექსტი. ხო რა აი ესე მართლა წარმოიდგინე ხა რაც თქვა რა, გადამიღია ეგ ბევრჯერ რომ შეიძლება შენ არ იყავი, მაგრამ სხვა იყო, მაგრამ ანუ მაგიდებზე რო აკეთებენ ხოლმე თამაშებს და აი როგორც თქვა რა წყვილს დასვავენ და მაგიდა გამოდის და რაღაც პოზი და აი ეგრო სახალისო გამოდის, გინ ფოტო, გინ ვიდეო, აი ვერ გამოიყვან ვერანაირად, მაგრამ აი ჩამოვლილისა
კი რა არის red flag-ი შენთვის რის გამოც ქორწილს უარს ეტყვი? არა მარტო ქორწილს მომენტ რავი. კორპორატიულს. აი ნებისმიერ ღონისძიებას. რაზე ეტყვი უარს რა. აი ბიუჯეტი. ბიუჯეტი ერთი. შენი პირობები ხო აი დამოკიდებულება. რა დამოკიდებულებაა დაინახო რო ვარი უთხრა. ანუ რაღაც ხო დავიწყეთ და რაღაც ხო ვუხსნი რომ აი ეს მეკითხებიან ხშირად რომ აი რა შედის მოვალეობაში, იმიტომ რომ რა ვიცი, ეთყობა ყველა სხვადასხვა რაღაცა აქვს გაწერილი. ვუხსნი ეს შედის. ლაპარაკის დროს რა აი ხო რა რაც მოდის იმადგან ხო რომ არ შეამონებს უკვე. არ მინდა. მოდი ჯობია რომ არ წავიდე რაღაცა ესეთი. ხშირად არის ხოლმე ეგ? არა, ნუ ეხლა წამყვანს ვინც ეძებს ძირთადად ანუ ცოტა ხიარულება უნდა და გართობა უნდა და ეხლა ასეთი ადამიანი ხშირად არ არის ესე ცუდად რა. ხო, აი დავალებები აქვთ ხოლმე რა, რომ ეს უეჭველი უნდა იყოს. აი ეგ მეც მქონია. აი ეგ თუ არ გადაიღებ ისე არაფერი არ გამოვა და რაღაცა და ეგეთ ანუ თავიდან რომ ხედავ მოკლედ პრეტენზულია მერჩენია. მე ვიყავი ერთ-ერთ ქორწილში, როგორ სადღაც აგვისტოს დასაწყისში დამიკავშირდნენ და სექტემბრის პირველში თუ ორში იყო ქორწილი. და უნდა და თამა და წამყვანი. და ნუ შევთანხმდით მეფე დედოფალთან ყველაფერი და ძალიან მაგრად ვიცნობ ეხლა მაგათ და სიძის მამამ არა ეს უცხო კაციო თამა და თუ როგორ უნდა იყოსო, აბა რა უნდა ქნასო, რა უნდა გააკეთოსო, რა უნდა ილაპარაკო. მთელი ერთი თვე რა მის ყოველ მეორე დღეს ამ კაცთან კომუნიკაცია მქონდა რომ მივედი ყველა მე უკვე შინაური ვიყავი. ახსენებდი ხო ის რო არის შენი ბიძაშვილი არ არის კაცო. აი რომ მივედი ქორწილში უკვე ის იყო შინაური ვიყავი. აი ყველა სხვათა შორის უცხოელთან მქონდა ერთხელ გადაღება უცხოელი რა ხო რუსული ენოვნები იყვნენ და იმანაც ეგ მითხრა იცი ერთ თვეო თითქმისო გავიცანე მთელი ოჯახიო რა და ზეპირად ვიციო ყველაფერიო ვის რა ყავს ვინ ყავს ამ წყლის ისტორია საიდან მოდიან როგორ მოდიან ყველაფერი ვიცი ზეპირად რა იმ დონეზე შედიან კონტაქტში რა წარმოიდგინე. ხო მე ხა გასპარიანის გამოვიცი. მაგრამ მე რას ვერ ვიგებცი? რომ ეს ჩადის, აი ვაფშე ყველაფერს. ხო და რას ვერ ვიგებცი? ანუ სად გაქვს მაგდენი დრო? რო აი ყველა წყვილს რო აი მაგდენი დრო დაუთმო რო აი ელემენტარული არ გამოვა რა. აი ხელის მოწერის ცერემონიალი, როდესაც მიწევს, ეგ არის ძალიან დიდი და ძალიან კარგი რაღაც რა და როგორ არის აი თავაზ უფრო მოდი გავაკეთოთ, ეს ხო ფიქტიურია. და იუსტიციიდანაც რომ მოყავთ, იუსტიციიდან იმდენს არ საუბრობენ ისინი რაღაცა. ხო, არა იმა დაწერილი აქვს. ხო, იქ დროა. მე ვეუბნები რომ მოდი თუ მოყავს, ესე გავთვალოთ რომ ჯერ მე წავიკითხავ რაღაც სიყვარულის ისტორიას მოვყვები, რაღაც კურიოს მას ვიზავ, აი რაღაცა. ეგ მაგრამ მომწონს ხო. ხალხსაც მოსწონს და უფრო ის არის, ანუ მშრალი არ არის, ცერემონიას აკეთებ, ამხელა ელემენტარულ დეკორზე იხდით ანხას, ხო? და რო აკეთებ, ერთ წუთში არ უნდა მორჩეს. ერთ წუთში არ უნდა მორჩეს, რა რაღაცა უნდა ითქვას, იქ ვინც არიან უნდა გაიგონ, ვინ ხართ, სად შეხვდით, რაღაცა ლამაზი უნდა გამოვიდეს, რომ ბევრჯერ ყოფილა, რომ აი ამიტირებია ანუ უთქვამთ რა თუ გინდა ავატირებ მეთქი თუ გინდა ვაცი აი როგორი გინდათ რომ გამოვიდეს ისე რომ გაუჩუყდეთ გული ყველასო და თან აი ბევრი ყოფილა ისე აი რატო უნდა იყოს ის რა ქვია წამყვანი რა ძალიან ხო აი ელემენტარულია მართ რატო იხდი 1500 დეკორაციაში თუ მარტო ხელის მოწერაა რა იქ რაღაცები რომ მოდის ესეთი ისტორიები უკვე დღე ლამაზდება რა. არ გექნება ეგ დამუღამებული, იმიტომ რომ როცა შენ არ ახარ, ახლა ქორწილში არ იცი როგორ ხდება, მაგრამ წამყვანი რო არ არის ქორწილში, ჩათვალე რომ ჩვენ ფოტო დავიდეოგრაფი ვარ წამყვანი. ხო, რამდენჯერ ყოფილა, რა გავაკეთოთ? ხმარება ჩვენ მაგრად, რომ აი ხალხს ჩვენ სვავთ. აი აქეთ თქვენ დაჯექით, პრობლემები წინ დაჯექით, რომ წამყვანი არ არის რა. იქ წამყვანს ჩვენ ვეუბნებით, როდის რა უნდა თქვას, ტექსტი მუსიკა გითხარი, როდის ჩავსოთ, რომ წველი შემოვიყვანოთ და ხო, მუსიკას ჩვენ როდის უნდა შემოვიყვანოთ, რა ჩვენ გამოდით და აი ჩათვალე რომ პროსტ არ ვლაპარაკობ. დაჟე ეგეც არის ხოლმე რომ ვლაპარაკობ. აი ხა ის უნდა თქვა, აი ხა ის უნდა თქვა და მე ამას ჭრით რა კატები. ხო, ეგ კი რაღაც ისაა. წამყვანების ვართ ხოლმე, ვითავსებთ მაგ ხო, ვის არის რთულია ზოგადად რა, ეხა ზოგადად სხვისი საქმე ცოტა მარტივი დასანახია. და რა უნდა, მაგას რა უნდა? ზადოსტური ფრაზა, მაგას რა უნდა კაც? საკმარისად ბევრი მიზეზი ვთქვით, მე მგონი წამყვანი რატომ უნდა იყოს ქორწილში. რომ ყველაფერი დროში გაწევ, შენ ხარი მე მგონი ჯობია, რომ მარტივად. რაც მთავარია, იყოს უფრო მეტად მხიარული. ანუ ქორწილი აი ხალხი მხიარულებს მუსიკა რო ჩავრთო გაერთო, მაგრამ თავიდანვე ხო არ დგება. იყოს რაღაც დაორგანიზებული და არ იყოს ქაოსი. თუნდაც მეფე დედოფალი იყოს
ანუ ქორწილი ერთხელ მქონდა და არ ვიცოდი. აი ეს არ თქვა, ანუ წამყვანის მოვალეობა ეგა, როდესაც შეთანხმდები, წინასწარ გატარებ მთელ დღეს. პირველად გავთხოვდი და რაღაცა. ხო. პირველად. ხო, ანუ წინასწარ გატარებს, რომ აი ამაზე დაიჭირე დისტანცია, ამაზე ეს გათვალე და ეს ყველაფერი მისაკენი. უნდა წინასწარ ხა მე გამოცდილებას უზიარებ და ამ ყველაფერს მოშება, რომ მოდი ეს ჯობია, ამ ლოკაციაზე ყოფილ ვარ და ესე იყო, ეს იყო მინუს, ეს იყო პლუსი, რაღაცა, ანუ ჩემებს აძლევ, რომ ყველაფერი გამოვიდეს პლუსში. და არავის გული არ დაწყდეს. მერე თუნდაც აი ეს თამაშები, რატო უნდა იყოს, ზოგს რაღაცა სკამების თამაშიო, ბევრს უთქვამს რა. 500 კაციან ქორწილში რომ სკამების თამაში ათამაშო. აი რო ავიღოთ რა, ეს არის. შეიძლება გამოვიდეს 200 კაცი და უშვათ. შეიძლება 10 კაცი გამოვიდეს. ეხლა როზე ხარ აი თითო აქტივობა დაახლოებით უნდა იყოს 5-დან 10 წუთამდე ესე ვთვლი. იმიტომ რომ მე მოსაბეზრებელია და ის კიდე უცებ თავდება. სიმშრალეა. რაღაცა ის უნდა იყოს ოქრო შუალედი, რომ აი ამ ყველაფრის გათვლა, თუნდაც აი წესების ისი ახსნა, ეხლა გამოუცდელი რო ადამიანი ახლობელია თუ ვიღაცა აი რა უნდა ერთი-ორ თამაში YouTube-ზე ნახე და გათამაშო. ნახავ, მაგრამ ხალხისთვის ეს ხო უნდა აუხსნა. მიმართვა ახსნა, ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, კი. თუნდაც აი თაიგულის ცერემონიალი უკვე ძალიან ბევრნაირად კეთდება, ესე უბრალოდ გადაგდების ნაცვლად. ტორტზე, ტორტის ამბავი, მეფე დედოფლის ცეკვა, იქ ხალხის დაკავება, რომ თუ შეიძლება წინ არ გამოხვიდეთ და ანუ ბენგალური შუშხონები, ამანდაც შუშხონებზეც ანუ ვიღაცები აი მერკი მე მომეცით, როდესაც გქონია, მე დავარიგებ. სათითაოდ რო ვაწვი, უხსნი. სანამ არ გეტყვით, არა ართოთ. და მიუხედავად მაგისა ზოგი ისეთი თროლი მაინც აქვს. როცა წამყვანი არ არის, ძირითადად ეგრე ხდება, რომ ის როდის აქანთებული ვერ იგებს. ჩვენ ხვერი ვართ ანთე და იქ ვიღაცა გასულია სიგარეტია. და უკვე აი იქ რაღაცა იხა რეპლიკები იღა დაობები თავიანთ. ტორტის გაჭრის ცერემონიაზეც წამყვანი რო არის ორგანიზებულად კეთდება. ტორტის გაჭრად ფეიერვერკი კიდევ უფრო მეტად განსაკუთრებულია ხოლმე, იმიტომ რომ მაგ დროს უნდა მოუნდეს ყველა ბიზას, თუ რა არის მივიდეს ჩაიხუტოს, იქ კამერის წინ გაიაროს, უკვე ბავშვებმა გაიაროს. სურათი გადაიღო. ხო, ისინი რომ ფეიერვერკს უყურებენ, ეს დაგიდგება ის კამერასთან გიყურებს რომ გადაუღო. აუ მან წამყვანი ხოლმე ჩვენი მხრიდან. ხო არა უკან ხან ბექგრაუნდი არ არის, არაფერი ცარიელია და რაღაც ვიღაცები მოდიან და იქ სიგარეტის ტელეფონია. გაატასავებ ეხო. რა, მე მგონი კარგა გემრიელეთ ვიჭუკჭუკეთ. ვილაპარაკეთ თეზე. წამყვანი პირველი იყო და ჩვენი იდეა ახლა ეს იყო, რომ ფოტოვიდეოგრაფი კამერების წინ გადმოვიყვანეთ. აჰა, ობიექტის აქეთ არის. ხო, შენ კი მაინც ხარ ჩვენთან შედარებით ისე თუ ასე კამერებში და ესეთ სიტუაციაში როგორ გზნობ თავს? ეხლა როგორ იგძენ თავს? მე რა ვიცი, ხო იცი კომფორტულად. თავიდან ახლა ცოტა ის იყო. ხო, ანუ ჯერ არ იცი მაგ. აი რა, ნეტა რა იქნება? ნეტა რა უნდა იყოს? დავიძაბო თუ არ დავიძაბო? მალე მორჩა თუ არა? არ მალე, რო დავჯექი უკვე, აქ რო დავჯექი და ერთი რო თვალი მიეჩვია, რომ სამი კამერა ერთადია. შვენიერი და ეხლა ერთი გითხარი, ვის მოიწევდი მაგალითად შენს აქ სავარდაზე ვის ისურვებდი? ვის ვისურვებდი? რა ვიცი. თუნდაც შენ სფეროში, თუნდაც უბრალოდ ვინმე ჩვენ სფეროში, ვინც საინტერესო იქნებოდა. ემილისს მოვიწევდი, სამხიარული გამოვა. ხო, ემილისაც მოვიწევთ. მე ვიფიქრე საერთოდ აქ რაღაც შეიძლება თამაში გაგვეკეთებინა, რაღაცა აქტივობა, რაღაცა. ჩვენ ღია ვართ ეგეთი იდეებისთვის. რომ რაღაცა ითამაში ყოფილიყო, კაი. მაგალითად, თუ არა გაქვს მოფიქრებული ჯერ არ. რამდენი ვერსია მაქვს? ეხა გავიაროთ თუ მერე. თუ მეგათამაშებთ. მოკლედ, ურსასმენებს მოირგებს, ჩაერთობა მუსიკა და ჩვენი ხმა საერთოდ არ ესმის. ხო. სისტემოხედავას უნდა აი 1 წუთი გავაკეთოთ, სიმბოლურად ავიღოთ, 1 წუთი ექნება დრო და პირის მოძრაობებით, არტიკულაციით რა სიტყვასაც გეტყვი, უნდა აუხსნა. მოკლედ, ეხა შევამოწმოთ უბრალოდ ამას ხმა რამდენად კარგად ესმის. მუსიკა ჩაერთო? არ მესმის ხმა. რამდენი წლის ხარ? არ მესმის არაფერი. კაი, მოკლედ დავიწყოთ. თმა. დაიწყო? თმა. თმა. მა? თმა.
მთა ხელებით რო არის რამე თ თმა ოჩა ბადრიჯანი ოპა დავარდულად ო ბადრი ერთად ნარდი ბ ახლიდან ბადრი ბ ვერ ხვდები ვაფშე კაი მოდი იყოს სანთელი სანთელი ოფაკას ვაშევერ გაიგეს სანთელი მანქანა აუ ძაძრელია კაი მოდი გესმის ჩემი ხმა არ მესმის დავით აღარ უნდა ამაზე თამაში აღარ კაი დავიწყოთ მოდი იყოს ჭა ჭა ჯეკა ჭ შ ა ა ჭა ჭ ჟ ჭ შ ჭ წ მოდი იყოს კამარი შეიცვალა კამარი ябკა კამარი ცა ქ ლ კამარი აი ემას როგორ იცნობენ ხალხი რა ვიცი იცნობენ კამარი შანსი არ არის შანსი არ არის პირველი იყო ჭა ჭა და მე შა და მე იყო კამარი ვაფშე ვერ ხვდები აი საერთოდ მაგრამ გამიჭირდა იმე რა თამაშობ რა როგორ თამაშობენ ალბათ ზუსტად ეგ ვიკითხე ხა მეც და იცნობე მაგრამ მე პირველად ვითამაშე ეგა ამ თამაშის მოყომა ისა რომ ბევრი შეეშალოთ დავაი დავწყობ просто ყური წოდო ხო აი აი შემდეგი სიტყვა მოდი იყოს ყველი 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 გაიგე ხო გაიგე გესმის ხო არ მესმის არ გესმის ხო არ მესმის ხვენილი მოიცა ხვენილი პი ხვენილი პინგვინი ხვენილი პირპილი არა ხვენილი პივა არა ხვენილი აუ არა ეს ვერ გამოიწვა მოდი მოდი შეგე ხვენილი იყო ხვნილი ხო მე მგონი მეორე თამაშს აქ ეს არ გავიჭედე თამაში მოდი, აბა მეც ძართულია მეცი გიო გესმის რა გესმის რა მიწის შენ ამიხსნი თუ ამან მიწის ძვრა მიწის ძვრა მიწის ზრა ვა სავალ ოპა მაისური მაისური მაი სური მაისური მოიცეხებე გეტო თვითფრინავი თვითმფრინავი ბიჭო ეს ნაორჯიშებია დადიოდა ლამპიონი ლამპიონი ეს მე ბიჭო ეს ბიჭები აბანათ ნაორჯიშები როგორ მართლა ნაორჯიშები ხარ ეგრე მოხვედი რა ხომ დაგუგლილი მოხვედი სპეც ხო ათამაშებ ხოლმე ცოაკვირდები საულ ყველა გამოიცა შენი რეაქცია რა იყო ისი ყველი ხო გამოიცანი და ამა გესმისო და კიო ხო ეგრე დაიწყო ხო ნუ კალმები რაღაცა მარტივ კითხვებს დაგისვავთ მაშინ ჯერ ანუ ნახე კითხვას რო დავსვავ მაგალითად შენზე შენ უნდა დაწერო რა არის სწორი პასუხი შენ უნდა დაწერო რას ფიქრობ რომ არის სწორი პასუხი და მე ერთიანად შემოატრიალოთ რამდენი დაიწყო დაწერე შენი მისი საყვარელი ფერი რა არის შენი აზრით მისი საყვარელი ფერი მე დავწერო ჩემი რეალურად შენ ანუ რა ფერიც მოგწონს ერთი რომელიც მოგწონს მოიმე კალამი
აუ ძალიან პატარას დავწერე ხო რა. არ არის პრობლემა. გავაჟღერებ მაგას მე ხო მაგრამ ჩემი საყვარელი ფერი, მეც კი უნდა შეიძლება დავწერე. ამან უფრო აი შენზე კარგად დავწერე. თუ დაემთხვა. მზად ხარ? აბა. აუკრა ვაბრუნებთ? ხო. თეთრი. შავი. არა მხელა რა კონტრა. უხელა? რატო არ იყიდი შავი მე მაშინ თეთრი რატო? ვერ უნახე კარგი. მაგითო. კაი. მე მაგას უნდა არ თეთრიც მიყვარს. როდესაც შავის მერე ეგ ფერი. ეხა შენ უნდა გამოიცნო და მოდი იგივე კითხვა რო არ იყოს. მაგალითად დათოს საყვარელი საჭმელი. ო მაგას ეს რაღაც დიცეს, ეს რაღაც პატარს აღარ გავიგე. აუ. აბა, სათხარ? ფინგალი. შემწვარი კარტოფილი, ახალი იმით რა ქვია. ეგ ეხლა რატო იცი ისტორიე და ის დაამახსოვრდა. აუ ხინკლის ისტორია არ მინახია. არა, ფინგალი ჩემს ერთ-ერთი. კაი. ყველაფერს მოჩვენე. მოკლედ ორივე ფერს მე შემდეგ გადაცემაში ხინკალი უნდა მოვიდან. შემდეგ ის არის. ეხა შენ მის საყვარელი სასმელი რა იქნება შენი აზრით? ჩემს საყვარელი სასმელი. აი, ნებისმიერი სასმელი რაც არის დღევად ის მიღება შეიძლება ადამიანისთვის, რომელ სასმელს? როგორ წერან ხო? მე? მე მზად ვარ. ჩემი გაკეთებული რა ალბათ. Long Island. ღვინო? წყალი. არა, ბაზარი არა. ვაფშე მართალია რა. წყალია ჩემი საყვარელი ო, იმიტომ რომ სულ როცა ყოფილა რო აირას დალევ წყალი მეუნება. სხვა არაფერს არ ვსვავ მართლა. ამას იშვიათად ვსვავ, მაგრამ უცებ მარტო ალკოჰოლზე გამიწია ხა, ხო? და ალკოჰოლიდან ჩემი გაკეთებული Long Island-ი მევასებ. თორე ის წყალი. შენი საყვარელი ადგილი გადაღებისთვის. თბილისი თუ ზოგადად? მო თბილისი. ერთი ლოკაცია? ანუ აი ყველაზე მეტად რა ადგილი ერთი უყვარს? ლოკაცია, სადაც უყვარს გადაღება. ყველაზე მეტად შენი აზრით. ეგ მე გამიჭირდება თქვა. თბილისის შემთხვევაში, იმიტომ რომ მობეზრებული მაგ. და არც აი პირველი რა რომელს ურჩევდი წყვილს, აი სადღაც რო გადაგა. ისე ვიზუალურად რაღაცა. სადაკაბაროაცვია დასტოენ და ხო, სადა ხო ეგ კაბად. ო, ეგეთი მაგ. თლიანობაში არა, მაგრამ ერთი ადგილი მიყვარს. ძალიან? აუ რომელი ადგილი უყვარს ძალიან ახლა. ღია თუ დახურული? ანუ ორივეა, მაგრამ გარეთ მხარე მიყვარს. მინიშნებებიც გაქვს თბილისშია. თბილისშია, სადაკაბაზე ღიაცა დახურული. ხო, გარედან უფრო უყვარს გადაღება. კაი დაუძ. ზუსტად არ ვიცი, ოღონდ ორი თუ სამნაირად თქვია, მაგრამ მე გახვედრებ. ესე ვიცო მიკროფონი. მე მგონი უფრო წერალ სახლი? არა. სიყვარულის სახლი. თუ სიყვარულის სახლი ეგრე ორნაირად ეძახიან რა. შენი აზრით მისი საყვარელი ლოკაცია გადასაღებად ქალაქ გარეთ, აი სად იქნება მისთვის ყველაზე კარგი, ოღონდ ეკლესია. ეკლესია მისთვის რომელი არის საყვარელი? ქალაქ გარეთ თუ მაგალითად სხვა ქალაქი? ანუ თბილისის შემოგარენი, ხო? თბილისის გარდა. ხო. ანუ რომელი ეკლესია იქნება მისთვის ყველაზე კომფორტული გადასაღები? მე მგონი მე მაგას მეც გამოვიცნო. მე მგონი ეს არის რა, მე ძალიან მიყვარს და მაგას დავწერე. აბა საგურამო ილიამართ. ხო, ჩვენ ვიყავით მანდ ერთად. გიომაც სხვათა შორის ეგ მითხრა, ანეგო არქაშუათი. აი მეც რა, მეც ეგრე ვარ. ვიზუალურად რომელი გიყვარს? ვიზუალურადაც ძალიან მომწონს მანდ რა გადაღება. მე ქაშვეთის ძალიან ჩემთვის მომწონს. ერთ-ერთი ყველაზე მაგარია ბათუმში. ბათუმში ღვთისმშობლის საკათედრო ძალიან მაგალამაზი. ეხა თბილისში და იქ მდებარე გადასაღებად, ეხა ჩვენი ამბავი შუქებია, ხო ხო, წერით. მაგიტო უფრო საგურამო ვთქვა, თვითონ ეკლესია ყველაზე ლამაზი და კი, აი ძალიან მომწონს მე ბათუმის მარიამ ღვთისმშობლის საკათედრო რა. ძალიან ლამაზი. გარედანაც და შიგნიდანაც. რა მის მათო გინდა ამაყურებელთან? განსხვავებულად შემოგთავაზე ეს როუზი სად ნახეთ, გიხვეწები, სად ქონდათ ეს როუზი? ეგ არის სპეცსაკაზის ღვინო. თამადისთვის. ხო, ეგ არის დაჩოს მამულებიდან. ატენური. აი გავსინჯავ ხა. მოკლედ ხა როგორც თამადა ეს არის. გავმარჯოს თქვენს წამოწყებას, წარმატებას გისურვებთ. რაღაცა ის 1000-ად ხო იცით? კამერას დავიჭიროთ.
აი ესე მაყურებლებიც გამრავლებულიყვნენ, თვითონ გადაცემები ზამხიარულია, კარგი არის და აი ვინც ნახავს და ყველაფერს ჩაერთვება, მიხვდება, გაიგებს რა. ეს ჩვენთვისაც კარგია, რომ გადავცემთ ხალხს, რა და როგორ გაითვალისწინოს და რა უნდა და ხო, მაგისთვის მათთვისაც კარგია, რომ ამ ყველაფერს ნახავს და გაითვალისწინებს რა, ეს ძალიან კარგი რაღაცა. გაგიმარჯოთ, წარმატებას გისურვებთ. როგორც აი ესე სტარტაპი YouTube გადაცემა ყოფილიყოს, რაღაც მე ესე ყოველ კვირას რომ უეჭველი უნდა გამოუშვა ის მაყურებელი რომ გელოდება ეს მოსვენება. ხო, ჩავასაცაძე. ჩავასაცაძე.